ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში დღეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს, რომელიც წელს რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და იგეგმება. დღესვე მხარის გუბერნატორმა სოციალური და ბუნებრივი რესურსების მართვაში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე ინფორმაცია უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა. რეგიონალურ თათბირს მარიამ სოლოღაშვილი ესწრებოდა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან შეხვედრაზე მოხსენება თავდაპირველად ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსისგან ბესიკ ტეფნაძისგან მოისმინა. პაატა ხიზანაშვილი დაინტერესდა ახალი მონაცემების მიხედვით რეგიონის მასშტაბით სოციალური დახმარება რატომ შეუწყდა ათობით მოქალაქეს და რა ახალი კრიტერიუმებით ხდება სოციალურად დაუცველთათვის ღრული ქულების მინიჭება. ბესიკ ტეფნაძის განმარტებით ეს ხშირ შემთხვევაში სისტემურმა ხარვეზმა გამოიწვია, რაც გადამოწმების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში გამოსწორდება. გადამოწმებული ბენეფიციარების გარკვეული რაოდენობა გამოთქვავს საყვედურს იმის მხრივ, რომ მოეხსათ მათ შესაბამისი დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა თითოეული მათი ოჯახისთვის. არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ახლა სამინისტროს მიერ იქნა შესწორებული. აქვთ რაიონებს გარკვეული პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარები წარმოადგენენ საჩივრებს გარკვეული აგენტების მიმართ, პიროვნებების მიმართ, რომ რაღაც არასწორად ფიქსირდება, რაც ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებლად გამგებლებთან ერთად თითოეულ ბენეფიციარის ნახვა მოხერხდება. რეგიონალურ თათბირზე დღესვე მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს ქვემო ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა მიმართა. ეზეკინიც კირველის განცხადებით მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად ხშირია ტყის მასივების გადაწვა, რაც მომავალში ტყეების მასშტაბურ განადგურებას იწვევს. სხდომაზე დღესვე მხარის გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებლებისგან მოისმინა. 10 მილიონის ინვესტიციები მიმდინარეობს ჩადება გარდაბნის რაიონში, ეს არის სოფლის პროექტები, რეგიონალური პროექტები და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტები. ყველა სოფელი იგრძნობს იმას, თუ რაც ხდება ამ წუთას, როგორც მიმდინარეობს, ესე იგი ეს არის მაქსიმალური დატვირთვა. 24 საათიანი სამუშაო დღიდან 17 საათს მუშაობენ. რამოდენიმე სოფელში შევიდა ექსპლუატაციაში და დამთავრდა ეს პროექტები, რამოდენიმე კიდე მიმდინარეობს. ანას აიღებენ და შემდეგ ცეცხლს უგიდებენ ნარჩენს. ეს არის ძალიან მავნე პრაქტიკა, ყოველდღე უსარგებლო და მავნე. რის შედეგადაც მე ხანძარს ვეღარ უკეთებენ ლოკალიზაციას და გადადის ტყის ფონდში და ძალიან მძიმე შედეგები გვაქვს. ყოველდღიურად თითქმის 2-3 მსგავსი ესეთი ხანძარი ჩნდება რეგიონის ტერიტორიაზე. შეხვედრაზე 12 აგვისტოს დაგეგმილ დიდგორობის სახალხო ზეიმზეც ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით წელს დიდგორობა მასშტაბურად აღინიშნება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სახალხო ზეიმს, რომელიც დღის 11 საათიდან დაიწყება, მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. მოეწყობა სახალხო დღესასწაული, რომელიც დასრულდება კონცერტით, დაიწყება დილის 11 საათზე. ველოდებით პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, საპატიო სტუმრებს. განხილული საკითხები და არსებული პრობლემების დროულად მოგვარება მნიშვნელოვნად მიაჩნია მხარის გუბერნატორსაც. პაატა ხიზანაშვილმა სამსახურის ხელმძღვანელებს განხილულ საკითხებზე დროული რეაგირება დაავალა. ერთ-ერთი გამწვავებული თემა იყო სწორედ სოციალური საკითხი, სოციალური დახმარებების საკითხი. ჩვენ მიმოვიხილეთ და კონტაქტში სოციალური სამსახურის უფროსთან ბატონ ბესარიონ სტეფნაძესთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემები. ჩვენ დავსახეთ, რომ აუცილებლად ყველა მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თავის შესაბამის ხედვას ამ საკითხზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, აუცილებლად შევეცდებით, რომ გამოვავლინოთ ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომელიც ამ პროექტების სრულად განხორციელებას უშლის ხელს და აღმოფხვრათ ეს ხელისშემშლელი მიზეზები და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროექტების შესახებ ჩვენთან ობიექტური ინფორმაცია მოვიდეს. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების გამგებლებს ყურადღების გამახვილება ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ხარისხიანად შესრულებაზე სთხოვა.